2025 წლის ივლისის-სექტემბრის პერიოდში ბიზნესმა რეკლამისთვის ყველაზე მეტი სამთავრობო ტელეარხ იმედს გადაუხადა. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მონაცემების მიხედვით ეს თანხა ჯამში 14 მილიონ ლარზე მეტია. ყველაზე მეტი ღირებულების რეკლამა კომპანია მიამამ დაუკვეთა, ასევე ორბი ჯგუფი მილენიუმმა და Smart Capital Consultancy. ეს კომპანიები ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დამკვეთები არიან რუსთავი 2-სა და GDS-ისთვისაც. თემაზე საუბარს ახლა ჩემი კოლეგა ნანო ჩაკვეტაძე გააგრძელებს, რომელიც უფრო გვეტყვის ამ მონაცემებთან დაკავშირებით და ასევე იმ კომპანიების შესახებ, რომელიც პროპაგანდისტულ მედიას აფინანსებს. ამოვდივარ კომერციული მიზნებიდან პოლიტიკა რა შუაშია. გითხრა კომპანია მეამას დირექტორმა ჩვენი შეკითხვების საპასუხოდ, თუმცა გაუგებარია რა კომერციული მიზანი კარნახობს გიორგი კალანდიას რეკლამა არ განათავსოს იმ ტელევიზიებში, რომლებსაც მაყურებელი ჰყავს. სამაგიეროდ კი მილიონები მიიტანოს შედარებით დაბალ რეიტინგულ არხებზე, მაგალითად პოსტ-ტივიზე ან GDS-ზე. კომპანიის წლიური ანგარიშგებას ჩავხედეთ და მივხვდით, რომ მეამა მოგებაზე საერთოდ ვერ გადის, მისი აკუმულირებული ზარალი 57 მილიონ ლარს აჭარბებს, ამ ფონზე კი სუმცირე 9 მილიონი ლარი სახელისუფლებო პროპაგანდისტულ არხებზე მიაქვს კომპანიას. მიუხედავად იმისა, რომ თავად მეამა პოლიტიკურ мотивაციას გამორიცხავს ამ საქმეში, დაფინანსების ეს სქემა მაინც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. კითხვის ფორმაც ვერ ხდება, ჩემი კომერციული რეკლამა და პოლიტიკა არ ვიცი რა შუაში არის დამკვირვად. ბიზნესის დამოუკიდებულება სამართლიან გარემოში, როგორ ფიქრობთ, როგორი უნდა იყოს დამოუკიდებელი მედიის მიმართ? ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ციფრულ არხებში ძალიან ბევრი რეკლამა გვაქვს გაშენებული, მან და ძალიან ბევრი ბიუჯეტი იხარჯება. რითხანია ჩვენ რეკლამები გაშენებული, გვაქვს ძალიან დიდი გათამაშება არის. არ ვიცი აქტუალურ ინფორმაცია, ისეთ დაახლოებით ალბათ 1.5 მილიონი ბიუჯეტი არის ამ გათამაშების, სადაც ავტომობილები თამაშდება, BMW არის მათ შორის, M5 არის, ჩვენთან იქ არის კიდევაც წარმოდგენილი მანქანები, რუსთავი 2-ში ახლა ლაივიც ქონდა გათამაშების და საკმაოდ რა თქმა უნდა ბიზნეს შეიძლება დიდი თანხები მაგანაკობს დახარჯოს და მაქსიმალური პოპულარიზაცია გაუწიოს ამ გათამაშებას. მედიის მკვლევრების შეფასებით იმ ქართული ბიზნესის, რომელიც სატელევიზიო რეკლამას ყიდულობს, დიდი ნაწილის გადაწყვეტილება არის ალოგიკური და არათანმიმდევრულიც. წესით, ნორმალურ პირობებში ისინი სატელევიზიო რეიტინგების პროპორციულად უნდა ათავსებდნენ რეკლამას სხვადასხვა ტელევიზიაში, თუმცა ასე ცოტა ბიზნესი იქცევა. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ამ გადაწყვეტილებების უკან შესაძლოა რეჟიმის მხრიდან ზეწოლაც იდგეს. მოულოდნელად სარეკლამო ბაზარზე შემოდის კომპანია, რომელსაც სატელევიზიო რეკლამის განთავსების ბიუჯეტი არ მახსენდება, რომ რაიმე მნიშვნელოვანი კონდეს აქამდე და უცებ ვიგებთ, რომ მინიმუმ 2 მილიონს ხარჯავს 4 ქოცურ არხზე. ეს არის სახელისუფლო პროპაგანდისტული არხებისთვის თანხების მობილიზაციის კამპანიის ფარგლებში, ჩემი აზრით, იმიტომ რომ ჩვენ ყველა ვნახეთ ცოტა ხნის წინ, როცა გამოქვეყნდა ანგარიში სარეკლამო ბაზრის შესახებ, რომ იყო მინიმუმ 15 მილიონით გაზრდილი ქოცური არხების სარეკლამო ბიუჯეტი მესამე კვარტალში. მაგალითად, იმედს შარშანდელთან შედარებით მომატებული აქვს 8.8 მილიონი ლარი. ქართული სარეკლამო ბაზარი სივრცე სამწუხაროდ წლების განმავლობაში არ იყო ჯანსაღი. ჯერ კიდევ ამ ამბამდე დაწყებამდე და ქართულ დამოუკიდებელ მედიას ყოველთვის უჭირდა მიიღო ის ობიექტურად რაც ეკუთვნოდა ბაზრიდან, იმიტომ რომ გარე ფაქტორები იყო მნიშვნელოვანი, რომელიც ზეგავლენას ახდენდა საქართველოს მოსახლეობის რეალური მოკავშირე არის დამოუკიდებელი მედია. ამიტომ ყოველთვის უნდა იყოს გათვალისწინებული ეს ფაქტორი, რომ ამ რეპრესიულ გარემოში, ამ რეპრესიულ საკანონმდებლო სივრცეში და ასე შემდეგ დამოუკიდებელ მედიაში, რომელსაც რეიტინგის მიხედვით ობიექტურად შეუძლია თქვათ გაუწიოს რეკლამა, ან გათავსებული რეკლამა მიიყენოს მაყურებლამდე, ეს დახმარება იქნება არა რეკლამის განთავსება იქნება, არამედ დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერაც იქნება. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით 2025 წლის მესამე კვარტალში ყველაზე მეტი ღირებულების 9 მილიონ ლარზე მეტის რეკლამა სახელისუფლებო პროპაგანდისტულ იმედზე განთავსდა, რომ დავუბრუნდეთ ისევ კომპანია მეამას, მისი 85%-იანი წილის მფლობელი არის სულიკო ვარსემაშვილი, რომელიც ონლაინ კაზინო ბეთლაივის თითქმის ასევე 40%-იანი წილის მფლობელია.